მანერები სხვათა შორის ჯერ კიდევ პირველყოფილი ჯოგის წევრებს ახასიათებდათ. წესები ძირითადად პრიმიტიული იყო, მაგრამ ყველასათვის ნორმირებული. კაცობრიობის პრაქტიკაში ადამიანის სრულყოფასთან ერთად იზრდებოდა ქცევის წესებიც. მაესტრო რის მაესტროა თუ მანერების დაუფლებაშიც არ დაგეხმარათ. ტელერეცეპტი წარმოგიდგენთ. მისალმება ეტიკეტის ერთ-ერთი ძველი და აუცილებელი მოთხოვნაა. დაიმახსოვრეთ და გაითვალისწინეთ. პირველი ესალმება უმცროსი ასაკისა უფროსს, მამაკაცი ქალს. თუ თქვენ რამდენიმე კაცთან ერთად ძიხართ ოთახში და შემოვიდა მამაკაცი, მისალმებისას ფეხზე არ უნდა ადგეთ. თუ თქვენ ზემდგომი ხართ და თქვენთან კაბინეტში შემოვიდა მნახველი ან თქვენი კოლეგა, ადგომა აუცილებელი არ არის. აი ამ წესის შესრულება ჩვენს მაღალ ჩინოსნებს ნამდვილად არ გაუძნელდებათ. მაგრამ თუ თქვენს კაბინეტში ქალი გესტუმრათ, მისალმებისას ადგილიდან მაინც უნდა წამოიწიოთ. სხვათა შორის მისალმების მანერაში 1000 და მეტი ნიუანსი შეიძლება გამოვყოთ. სახის მიმიკა, ხმის ტემბრი და რაც მთავარია, შეუდარებელი ღიმილი. თუ მაესტროს დაუჯერებთ, ღიმილი უკვე ნიშნავს გულითად გამარჯვებას. ასე რომ გაიღიმეთ, უყურეთ ტელერეცეპტს და მიესალმეთ ჩვენი წესების მიხედვით.